სახელითა მამისათა დაცვისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი ადამიანი ცხოვრობს და ავიწყდება მადლობის თქმა ჩვენ მუდამ ვთხოვთ უფალს მომეცი პური მომეცი ცხოვრება კეთილი მომეცი სახლი და ასე შემდეგ და გვავიწყდება რომ ჩვენ ყოველ დღე უნდა მადლობა და დიდება შევსწიროთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის აი დღეს ჩვენ მადლობას ვწირავთ უფალს საქართველოს მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის ჩვენ დარწმუნებული ვართ რომ მშვიდობა და კეთილდღეობა მეუღებითა ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა და ყოველთა წმინდათა ლოცვით დაისადგურებს საქართველოში ჩვენი დიდი წმინდანი ილია მართალი ამბობდა მამული ენას არც მონოება მართლაც ქართველი ადამიანი იცავდა და იცავს ამ სამ საუნჯეს მამულსა ენას არც მონოებას მაგრამ ხანდახან ჩვენ გვავიწყდება მამული გვავიწყდება ის თუ მამულს დაცვა უნდა ეკლესიას დაცვა უნდა ენას დაცვა და განვითარება უნდა ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ქართული თბილი ენა ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი მამული და ჩვენ გავმარტეთ ეს ცნებები და ვთქვით რომ ღმერთი სამშობლო და ადამიანი ღმერთი როგორც შემოქმედი ჩვენი შემოქმედი სათა და ქვეყანისა არა მარტო შემოქმედი არამედ გამგებელი და მფარველი ჩვენი ეს უნდა გვახსოვდეს რომ ღმერთი ჩვენშია ჩვენი გული ამისთვის არის მომზადებული ადამიანის გულშია ორი დიდი მეცნიერი საუბრობდნენ ასტრონომები და ერთი ეუბნება მეორეს რომ მთელი ჩემი სიცოცხლე მე უყურებ ცას და პლანეტებს და მე ვერ ვნახე ღმერთიო და მეორემ უთხრა მას ჩემო მეგობარო შენ დაგავიწყდაო გულში ჩაიხედე შენს გულშიო და იქ ნახავ ღმერთსო მე ვფიქრობ რომ ესაც გვავიწყდება ჩვენ გულში ჩავიხედოთ ჩვენი გონება ჩვენი ფიქრები დაფანტულია ხშირად და განსაკუთრებით აწუხებს ადამიანს განკითხვა სხვისი ადამიანის სხვა ადამიანისა
განკითხვა ეს დიდი ცოდვა როგორც შენ განიკითხავ სხვას რომლითაც საზომით შენ ზომავ სხვას იმ ზომით გაგზომავს ღმერთი შენ როგორც განიკითხავ შენ სხვას ისე განკითხული იქნები ღვთისაგან